მიწა მხოლოდ დედამიწის ზედაპირის მყარი ფენა არ არის. ის ცოცხალის სისტემაა, ნიადაგის ხვიერი ნივთიერება სავსე მილიონობით ხილული და უხილავი სიცოცხლით. სწორედ მათ სიცოცხლეზეა დამოკიდებული ჩვენი საკვების ხარისხი და შესაბამისად ჩვენი ჯანმრთელობა. ვუფიქრდებით კი ამას ყოველდღიურობაში. ვზრუნავთ ნიადაგზე, რომლისგანაც ჯანმრთელ საზრდოს ვითხოვთ. ვიცით სად და რა ვითარება შემოყვანილი საკვები ხდება ჩვენს უფრაზე. გადაცემაში ცოცხალი მიწამწვანე არჩევანი შევეცდებით თქვენთან ერთად გავარკვიოთ. რას გვთავაზობენ საქართველოში? ვესტუმრებით ფერმერებს, ასოციაციებს, საწარმოებს. ერთად ნახავთ რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი, რადგან ცოცხალი მიწა სიცოცხლის განაპირობებს, ჩვენი არჩევანით შესაბამისი უნდა იყოს. პასუხისმგებლიანი ჩვენი შვილების, ეკოსისტემის და მომავლის წინაშე. მე თამარ თაკაძე ვარ, გადაცემა ცოცხალი მიწამწვანე არჩევანის წამყვანი. გიწვევთ ამ საინტერესო და მოულოდნელობებით სასე თავგადასავალში. შემოგვიერთდით, ერთად ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება. ბაზარში, სუპერმარკეტში, მაღაზიებში ხშირად ნახავთ წარწერებს: სოფლის, ეკო, ბიო, ორგანული და ჩვენ ყიდულობთ. მაგრამ ისმის კითხვა: მართებულად ვიმშვიდებთ თავს თუ რეალურად არ ვიცით რას მივირთმევთ? შესაძლოა პროდუქტი მართლაც ბუნებრივ გარემოში იყოს მოყვანილი, მაგრამ ვიცით კი როგორ გავარჩიოთ მარკეტინგული ხრიკის სინამდვილისგან. რა დგას ამ წარწერების უკან? რას უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, რომელს ნამდვილად უწოდოთ ეკოლოგიურად სუფთა თუ ორგანული? მე თამარ თაკაძე ვარ, გადაცემა ცოცხალი მიწამწვანე არჩევანის წამყვანი. ჩვენ ვისაუბრებთ ჯანსაღ ნიადაგზე, ორგანულ პროდუქტებზე, ამ პროდუქტების მოყვანა წარმოებაზე, ორგანულ სასუქებზე და ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ამ საკითხებთან არის დაკავშირებული. პირველ გადაცემაში ვისაუბრებთ რა არის ორგანული სოფლის მეურნეობა, რა პრინციპებს ეფუძნება იგი და როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა ორგანული პროდუქტი მარკეტინგული ხრიკებისგან. რომ არ დავივნეთ ტერმინები ეკო, ორგანული და ბიოლოგიური საქართველოს კანონმდებლობით ერთი და იგივე მნიშვნელობის არის და ყველა ეს პროდუქტი მიიღება ბიოწარმოებით ან ბიოწარმოებასთან არის დაკავშირებული. ორგანული მეურნეობა იწყება არა პროდუქტით, არამედ ნიადაგით. ცოცხალი ნიადაგი ნიშნავს სიცოცხლეს მის წიაღში, მიკროორგანიზმებს, ბალანსს და ბუნებრივ პროცესებს, რაც ასე აუცილებელია ახალი ჯანსაღი სიცოცხლის ზრდა განვითარებისთვის. ჩემი აზრით, ყველაფერ ცოცხალს ერთი და იგივე კოდი ამოძრავებს და თუ ნიადაგში ეს კოდი დაირღვა, მაგალითად გარექიმიური ჩარევით, იგი დომინოს პრინციპით გადავა ნიადაგიდან წყალში, შემდეგ ჰაერში, მცენარეებიდან ცხოველებში და ყველაფერი ერთად ადამიანის სხეულში ხან ხანმოკლე და ხანაც ხანგრძლივი ავადობის ფორმით იჩენს თავს. მწვანე არჩევანის გასაკეთებლად მიწა ჯანსაღი და ცოცხალი უნდა იყოს. ზოგადად, ჩემი გადაცემა იქნება ცოცხალი. ჩავალთ სოფელში, ვესტუმრებით ფერმერებს. ვნახავთ როგორ მუშაობენ ისინი. ჩვენ თვითონ შევეხებით ნიადაგს. თუმცა პირველი გადაცემა მაინც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციით ელკანათი მინდა დავიწყოთ. ვესტუმრებით ბატონ თამაზ დუნდუას. წავიდეთ. მოგესალმებით ბატონ თამაზ. პირველ ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მოგვეცით შესაძლებლობა ინტერვიუ ჩავწეროთ თქვენთან და გავაცნოთ მაყურებელს ელკანა. ჩემი გადასახედიდან ყველა ორგანულ მეურნეობასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ამის თითქმის ყველა ელკანადან არის წამოსული, ან ყველა იცნობს, კარგად იცნობს ელკანას და თქვენთან თანამშრომლობს. მეც ყოველთვის მქონდა სურვილი, მე ამ წიაღს არ მივეკუთვნები, მაგრამ ყოველთვის მქონდა სურვილი და ინტერესი, რომ რაღაცნაირად თქვენს მარაქაში გავრეულიყავი, მაგრამ ამის საშუალება მოგვეცა ჩვენ გერმანიის ფედერაციის მიერ დაფინანსებული გრანტით, რომელსაც ნატურლანდიას ახორციელებდა საქართველოში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. და ეხლა ორიოდე სიტყვით მინდა მაყურებელს მოუყვეთ თქვენ შესახებ, რა ორგანიზაციაა და რას ემსახურებით. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სიამოვნებით მოგიყვებით ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. ჩვენ ვართ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა, რომელიც უკვე 30 წელია
არსებობს. Ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებას. დავეხმაროთ იმ ფერმერებს, ვისაც აინტერესებს, რომ თავიანთი მეურნეობა გადაიყვანოს ორგანული მეურნეობის მიმართულებაზე. ვუწევთ მათ აქტიურ კონსულტაციებს, ვეხმარებით აი ამ გარდამავალ პერიოდში, რომ შედარებით უფრო მუდმივ იყოს ეს პროცესი. ამავდროულად მეორე მიმართულება გახლავთ ის, რომ მუშაობთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაზე, რას მოიცავს ახლა ეს გახლავთ ადგილობრივი ქართული ხორბლის ჯიშები, ასევე ენდემური ხორბლის სახეობები, რომლებიც დაცვას და გამრავლებას საჭიროებს. ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობა დავიწყეთ 25 წლის წინ და დღესდღეობით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საკოლექციო ნაკვეთზე უკვე თავმოყრილია 5-ვე ენდემური სახეობა ხორბლის, ქართული ხორბლების და ასევე მრავალი ადგილობრივი ჯიში. გარდა ამისა, უკაცრავად რომ ჩაგეკითხოთ და მოთხოვნილება რამდენად არის ამ ხორბალზე, აი თესლზე? მოთხოვნილება არის, მაგრამ თესლი ძალიან ცოტაა. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თითქმის არავინ არ თესავს განსაკუთრებით სახეობებზე მაქვს საუბარი, თორემ ადგილობრივი ლენდრასა წითელი დოლი, რომელიც უკვე თქვენ შეგიძლიათ მრავალ რესტორანშიც კი ნახოთ, რომ უკვე აწყობენ ამ ხორბლის პურს. ასე დაიწყო ამ ხორბლის ამბავი, როგორც იტყვიან, ქართული ხორბლის ამბავი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ წითელი დოლის ძებნა, სადღაც სამცხე-ჯავახეთში, მოვძებნეთ რამდენიმე კილოგრამი, დიდი წვალების მერე ძალიან ბევრი შემოგთავაზეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მრავალი ასე ვთქვათ ეგზემპლარი დანარჩენ შემოგთავაზეს, მხოლოდ 2 იყო წითელი, 3 იყო დიკა და ასე შემდეგ და შემდეგ დავიწყეთ ამის გამრავლება და უკვე გავრცელება ფერმერებთან. პირობა ძალიან მარტივი იყო, თუ ვთქვათ 10 კილოს გაძლევდი დასათეს და 15 კილო უნდა დაგეგროვებინა, რომ მომოვაწე სხვა ფერმერისთვის მიგვეცა კიდე. ამ სქემამ ძალიან გაამართლა, იმუშავა და ჩვენ ხედავთ, რომ დღეს უკვე წითელი დოლი გადარჩენილია, მას დაცვა უკვე აღარ ჭირდება, იმიტომ რომ დაახლოებით სადღაც 800 ჰექტარს გადაწყდა საქართველოში წითელი დოლის ნათესები, თუ მეტი არ არის კიდე, ეს რაც მე ვიცი. ეს ნიშნავს, რომ ამ ხორბალს საფრთხე აღარ ემუქრება. შედარებით უკეთესად არის ასევე დიკას მდგომარეობა, თუმცა აი სახეობებს რაც შეეხება, როგორც არის თქვა, ჩელდაზანდური, მახა, კოლხური, ასლი, ხო, ესენი უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებენ, რადგან ძალიან ცოტაა დათესილი, თითქმის არავინ არ თესავს, ამას თავის მიზეზები აქვს, რომელზეც შეიძლება მე ალბათ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. გარდა ხორბლებისა ჩვენს ნაკვეთებზე თავმოყრილი გახლავთ ასევე ადგილობრივი პარკოსანი კულტურები, ასევე გვაქვს ხომი, ფეტვი და მინდა აღნიშნო, რომ ძალიან სასიხარულოა ის ამბავი, რომ ჩვენ შევძელით და შევაგროვეთ ჩვენი ადგილობრივი მესხური ვაშლის ჯიშები. დაახლოებით 25 ვაშლის ჯიშია ჩვენს ნაკვეთზე თავმოყრილი. ხო მოგეხსენებათ, თურაშაულის პატრონი დღეში ეძებდა პანტასაო არის ქართული გამოთქმა და ჩვენ მართლა ასე დაგვემართა, იმიტომ რომ ჩვენი ჯიშები როგორებიც არის, მაგალითად თურაშაული, მეფის ვაშლი, აბილაური, რაკრაკა, მზისხივი, სობა, ვარსკვლავა, ჯორიცხვირა, ეს ვაშლები რძევაშლი, ხო? ეს ვაშლები მივაგდეთ, როგორც იტყვიან და გადავერთეთ რაღაცა უცხოურ ჯიშებზე. კი ბატონო, ვისაც რა უნდა შეუძლია გამოიყენოს, მაგრამ ჩვენზე უნდა ვიზრუნოთ და ჩვენი არ უნდა დავკარგოთ. ეს ვაშლები პირველ რიგში გამოირჩევა თავიანთი გემოვნური თვისებებით. ისინი მომჟაო, სასიამოვნო მომჟაო გემოსი არიან, როგორც კი გაჭრით, მაშინ ვეიჟანგებიან, ეს ნიშნავს, რომ რკინის მაღალი შემცველობაა. ძალიან კარგად ინახება ეს ვაშლები, რომლებიც არიან ზამთრის ვაშლები. მთელი ზამთარი შეიძლება მათი შენახვა და გამოყენება. ადამიანს არ ჭირდება. არაფერი არ ჭირდებათ, რეალურად მორგებული არიან საკმაოდ რთულ მძიმე კლიმატურ პირობებზე, როგორც არის სამცხე-ჯავახეთი და მათი დარგვა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ საქართველოში, ყველგან ძალიან გემრიელი, წვნიანი და კარგია ეს ვაშლები და მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა მოთხოვნა და საკმაოდ ბევრი დღესდღეობით უკვე ყიდულობს და რგავს. ჩვენ გვაქვს პატარა საენერგე და აქ შესაძლებელია ამ ვაშლების შეძენა. მე ვიცი რომ მებოსტნეობაშიც თქვენს ხშირად ვნახულობთ. აი ხო მინდოდა მეთქვა. სასყიდლოდ როგორ აცლებთ ხალხს? კი ბატონო, ეხლა ეს მინდოდა მეთქვა ზუსტად ამავდროულად ჩვენ ვიმუშავებთ მებოსტნეობაზე. შევეცადეთ რომ ადგილობრივი ჯიშები უკვე მოგვეძიებია, როგორც არის თქვა, ჭოპორტული პომიდორი, მუხრანული კიტრი, ფიჩხის კიტრი
სხვადასხვა ხუჭუჭა წიწმათი, რომელიც წიწმათი, კი ბატონო, ადგილობრივი ქართული სალათი, რომელიც ცოტა მომწაროა, მაგრამ ზოგს მოწონს, ეს მე პირადად ძალიან მომწონს. და კიდევ უამრავი მრავალი მწვანილეული და ბოსტნეული, რომელიც გოგრები, აირნაირი, ხო, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი ხდება და მინდა გითხრათ, რომ თავიდან ჩვენ ამას საერთოდ უფასოდ ვაძლევთ ყველაფერს, მაგრამ ეხლა თანდათანობით ალბათ უკვე გადავდივართ, რომ იტყვიან კომერციულ რელსებზე, გაყიდვებზე, რადგან მოგეხსენებათ სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენ საკუთარ თავის გადარჩენაზე და მდგრადობაზე უნდა ვიფიქროთ ორგანიზაციის, ამიტომ ეს შემოსული თანხა რაც შემოვა ამ გაყიდვებიდან ყველაფერი მოხმარდება ისევ ამ თესლების გამრავლებას. კონკრეტულად ძაძაზე და ცულისპირაზეც რომ ითხრათ კიდევ. კი ბატონო, ძაძაზეც გეტყვით, ცულისპირაზეც გეტყვით. ძაძა ძალიან გამორჩეული კულტურაა, პარკოსანი კულტურაა, რომელიც განსაკუთრებულად დასაფასებელია იქიდან გამომდინარე, რომ ის არის გვალვაგამძლე. ის თითქმის არ საჭიროებს მორწყვას და შესაძლებელია მისი გაშენება ძალიან ასე ვთქვათ, უცხოლო და გვალვიან ზონებშიც კი. ასე რომ საქართველოში, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ კლიმატის ცვლილება სახეზე გვაქვს და წყლის დეფიციტი იქნება ყველგან უკვე და ხედავთ, რომ ლობიო თუ არ მორწყე ისე ვერაფერს ვერ მიიღებ, თუ დავთესავთ მაგალითად ძაძას, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღებთ მოსავალს. გენომური თვისებები მას ლობიოზე ნაკლები არაფრით არ აქვს, ნამდვილად გამოირჩევა თავისი ყუათიანობით, ისევე გემრიელია და ისევე კარგად შეიძლება მომზადდეს სხვადასხვა სახის კერძები, როგორც ლობიოსგან კეთდება ეს. ასევე ვიტყოდით სულისპირა გამოიყენებთ. კი, გულსართიანებში ჩვეულებრივ შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად ძაძა. ასევე ცულისპირა. საქართველოში ცულისპირეულები ხვდებოდა, ადრე ლობიანი საერთოდ არ არსებობდა, მოგეხსენებათ ლობიო სამხრეთ ამერიკული კულტურა გახლავთ, საკმაოდ გვიან შემოვიდა და თანდათანობით დამკვიდრდა, ხოლო ძაძა, ცულისპირა, ოსპი, მუხუდო, ცერცვი, ეს კულტურები ტრადიციულად ჩვენი პარკოსანი კულტურები საქართველოში ყველგან იყო. და ყველგან იყენებდნენ ამას, რადგან ეს ცილებს ანაცვლებდა, ხორცს ანაცვლებდა, უბრალოდ ცილებით მდიდარი კულტურები გახლავთ და ხორცს ანაცვლებდა. მოგეხსენებათ, ეხლა ადრე არ იყო ესეთი ფუფუნება, ხო, ხალხს საკმაოდ უჭირდა და ყოველდღიურად ხორცის გამოყენება ძნელი იყო. ამავდროულად მარხვის პერიოდში შეიძლება ამ კულტურების გამოყენება და კარგ შესაძლებლობას იძლევა ეს, როდესაც ადამიანი მარხულობს, ხო, რომ დაბალანსებული კვება ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. გარდა მცენარეული ნაწილისა, მე ორი სიტყვით მინდა ვთქვა, ასევე კახეთში ჩვენი მცირე ფერმის შესახებ, სადაც თავმოყრილია ადგილობრივი ჯიშის კახური ღორი, ვთქვათ, ნაცარა ქათამი, თუშური ძროხა, ზოგი ხევსურლუს ეძახის მას, ჯავახური ბატი, თუშური ცხენი. მინდა გითხრათ, რომ გამრავლებაზე როგორ? ხო, ამათ გამრავლებაზე ვმუშაობთ ჩვენ უკვე დიდი ხანია, საკმაოდ. ეს ყველაფერი კახური ღორის პრობლემით დაიწყო, როდესაც მოგეხსენებათ თავის დროზე ეს დაახლოებით ალბათ 15-17 წლის წინ იყო, თუ მეტის არა, როდესაც შემოვიდა გარკვეული დაავადება, ხო, ღორების დაავადება და დაიწყო ეს პრობლემა განადგურება ღორების, როდესაც შევამჩნიეთ, რომ კახური ღორი განადგურებისკენ წავიდა, მაშინ ბატონი თენგიზ ყურაშვილი იყო მოსული და ამ თემაზე მოგვიყვა ჩვენი მეგობარი და სპეციალისტი მეცხოველეობის და გადავწყვიტეთ, რომ როგორმე გადაგვერჩინა კახური ღორი. და აი ესე მოვძებნეთ, როგორც იტყვიან, ვეძებეთ სხვადასხვა სოფლებში, სადღაც მთაში ძლივს მოვიძიეთ ორი წყვილი. ეს სოფთაჯიშის იყო? დიახ, და ჩამოვიყვანეთ, რომ ორი ხაზი ყოფილიყო, რომ შემდეგ შეჯვარების დროს არ უნდა მოხდეს მოგეხსენებათ იმბრიდული დეპრესია, უნდა განვითარდეს, ხო? შესაბამისად დავიწყეთ ამათი გამრავლება და მივიღეთ თანდათანობით გავწმინდეთ სელექცია გამოხორციელეთ და მივიღეთ უკვე ზოლიანი გოჭები მერე. თავიდან იყო ლაქიანებიც, მაგრამ მერე გაიწმინდას და უკვე ყავს ნამდვილი კახური ღორები, შავი ჯაგრიანი ღორები, თავისი ზოლიანი გოჭები. ასევე ვამრავლებთ აი ჯავახურ ბატს, ნამდვილ ნაცარა ქათამს, რომელიც ძალიან შემცირებულია, თითქმის ვერ იპოვით ვერსად. ჩვენ რაღაც აი სულ რაღაც 8 დედალი მოვიძიეთ, თელ საქართველოში ვეძებეთ და ყოველ შემთხვევაში ჩვენ მეძზე ხელი არ მიგვიწევს და შეიძლება სადღაც ვიღაცას ყავდეს და ძალიან კარგია თუ ამრავლებს, მაგრამ აი ჩვენ ესე ძალიან გაგვიჭირდა და ეს შევძელით, რომ სადღაც 8 დედლით დავიწყეთ და მე თანდათანობით წიწილები ჩნდება, კვერცხის დებენ და ვცდილობთ, რომ ეს კვერცხი
ისეთ ხალხს მივყიდოთ შემდეგ, ვინც ამას გაამრავლებს, ანუ საჭმელად ნაკლებად. ხო, ისევ ამას ემსახურება ეს. ეს ფერმა, ეს მეურნეობა ემსახურება სწორედ იმას, რომ პოპულარული გახდეს ეს. ისე როგორც ხორბალი დავაბრუნეთ ფერმერთან, ჩვენ, ხო, წითელი დოლი მაგალითად, დიკა, მახა, ხო, ასევე ვცდილობთ, რომ ეს უკან დავაბრუნოთ, ფერმერებთან დაბრუნდნენ და ძალიან ბევრმა წაიყვანა გოჭები წყვილად. ჩვენ გოჭებს და არ ზღორებს სახორცეთ არ ყვედით. ეს გამორიცხულია. მხოლოდ გასამრავლებლად. გინდა რომ გაამრავლო, მოგბრძანდი, ფასდაკლებას გაგიკეთებთ და წაიყვან ამას გაამრავლებ, თან კიდე რჩევებსაც მოგცემთ. ეხლა მოგეხსენებათ, საქართველოში ვცხოვრობ, მთიანი რეგიონია და როგორ შეიძლება საქართველოში თუშური ცხენი გადაშენდეს, ხო? ეს ხო გამორიცხულია. თუ გინდა რომ იმოგზაურო, ჩვენ ლამაზი მხარე ნახო ცხენით შემოიარო, მაგალითად, კახეთი, თუშეთი, ხო? მთიანი კახეთი. როგორ შეიძლება რომ თუშური ცხენი არ იყავდეს ან არ გამოიყენო? ეს ხო უნიკალური ჯიშია. ამისი აუცილებლად შენარჩუნება და პოპულარიზაცია საჭირო. ამიტომ დავიწყეთ მათ გამრავლებაზე ზრუნვა, რომ გვინდა რომ სელექცია გავაკეთოთ, რომ ის ფორმა, ის სახე ვიზუალურად როგორიც იყო შევინარჩუნოთ და არ დაგვეკარგოს. ეს ყველაფერი ძალიან კარგი ბატონ თამას, მაგრამ მე მაგალითად ვარ რიგითი მომხმარებელი. აი შევდივარ ბაზარში, შევდივარ სუპერმარკეტში, მაღაზიაში და მინდა რომ შევიძინო ეს ორგანული პროდუქტი. რაიმე წესი არსებობს ისეთი, რომელიც ორგანულ პროდუქტს არაორგანულისგან განასხვავებს, აი დავუშვათ ყიდვის დროს რას უნდა მივაქციო ყურადღება? საერთოდ ორგანული რასაც ქვია, ორგანული ბიო და ეკო, ეს არის სინონიმები და თუ პროდუქტს ვეძახით რომელიმე მათგანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი უნდა იყოს სერტიფიცირებული. ანუ მას უნდა ჰქონდეს აუცილებლად შესაბამისი ნიშანი, რომ ეს არის სერტიფიცირებული ამა თუ იმ ასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ. ამ შემთხვევაში შეიძლება პროდუქტს ერქვეს ბიო, ან ორგანული, ან ეკო. თუ სერტიფიცირებული არ არის, მაშინ ამ პროდუქტს ასე პირდაპირ ვერ დაუძახებ ამ ბიოს. თუმცა შეიძლება ფერმერი აწარმოებდეს პროდუქციას, რომელიც მის კეთილნებაზე და მის კეთილნებაზე დამოკიდებული და აწარმოებდეს ბიოპროდუქტს, როგორც არ ქონდეს სერტიფიცირებული, ამბობდეს, რომ ჩემს მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტია, რომელიც მე ბიომეთოდების გამოყენებით მოვიწიე რა. ამას უბრალოდ უნდა ეუნდოთ. არის მეორე ვარიანტი ამ შემთხვევაში, ჩვენ ელკანას გვაქვს აგროეკოლოგიური ნიშანდების სისტემა, რომელიც არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი ბიოა, არა, რომელიც ნიშნავს იმას, რომ აგროეკოლოგიური პრინციპების გამოყენებით მოიყვანა ამ ფერმერმა ესა თუ ის პროდუქტი. განსხვავება არსებობს. თუ ადამიანი ბიოს ეძებს მაინც და უნდა რომ ნიშანდებით დასტურდებოდეს ეს, მაშინ უნდა მოძებნოს ბიონიშნის პროდუქტი. ხოლო თუ ის ენდობა ელკანას წევრ ფერმერებს, მაშინ შეიძლება რომ ელკანას აგროეკოლოგიური ნიშანდების გამოყენებით მიღებული პროდუქტიც შეიძინოს. ეს არის განსხვავება ახლა. რეალურად შეიძლება არც ერთი იყიდო და არც მეორე და სადღაც ვიღაცა ფერმერს იცნობდე კახეთში, რომელთანაც მეგობრობდე და იცოდე და ენდობოდე მას როგორც კარგ კაცს, ასე ვთქვათ, რომელიც არ იყენებს არანაირ ქიმიას, ხო პატიოსნად იქცევა, პატიოსნად უყვარს მიწა, უყვარს გარემო, ცდილობს რომ ეკოლოგია არ დააბინძუროს, გარემო არ დააბინძუროს და ამავდროულად აწარმოებს პროდუქციას. ამ შემთხვევაში სრულიად ნორმალურია თუ ასეთ ადამიანს ელდობით და შეიძენთ. სულ არ გჭირდებათ მაშინ არც ბიონიშანდება და არც ელკანას აგროეკოლოგიური ნიშანდება. სრულიად სად შეიძლება რომ შევიძინოთ ეს ელკანას ნიშანდებით პროდუქტები? მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ასეთი პროდუქტები სამწუხაროდ მაღაზიაში არ არის, რომ გითხრათ სიმართლე. ჩვენ ძალიან ახლოს თანამშრომლობთ ჰიპერმარკეტ გუდვილთან, რომელსაც კეთილინება გამოიჩინა და დაგვითმო თავის ტერიტორია, აბსოლუტურად უსასყიდლოდ, არაფერს არ გვახდებიებს. და ეს ტერიტორია, მოგეხსენებათ, გუდვილ საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს შესასვლელში დიდ დიღომში, თვეში ერთხელ ჩვენი ფერმერები ჩამოდიან, აქ დგებიან, ლამაზად ჩაცმულები ელკანას ნიშნებით, ლამაზად მოწესრიგებულათი ლამაზი მაგიდები, სუფრები, ყველაფერი როგორც საჭიროა ისე, ისინი დგებიან და ყიდიან სხვადასხვა პროდუქტებს. უამრავი სხვადასხვა სახის პროდუქტია წარმოდგენილი და შესაძლებელია მიბრძანდეთ იქ ადგილზე და შეიძინოთ. იქ დგას მხოლოდ ის ფერმერი, რომელსაც აქვს ან ბიონიშანი, როგორც სერტიფიცირებული,
ბიო ან ელკანას აგროეკოლოგიური ნიშანი. ისე შემთხვევითი ფერმერი იქ ვერ დადგება. ეს სრული სანდოობა. რა თქმა უნდა, და ვერც ელკანას წევრი ფერმერი დადგება იქ, რომელსაც ეს ნიშანდება არ აქვს. იმიტომ რომ ნიშანდება ნიშნავს, რომ მან უნდა გაიაროს გარკვეული პროცედურა, უნდა შემოწმდეს ეს მეურნეობა და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ უკვე მას მივანიჭოთ ელკანას აგროეკოლოგიური ნიშანი. ძალიან სასიამოვნო ამბავია და აი იმასაც ვისაუბროთ, რამდენად განსხვავდება ფასები მაგალითად. იქ წარმოდგენილი ფასები ჩვეულებრივად, რასაც მაღაზიებში ან სუპერმარკეტებში ხვდებით. ფასები უნდა განსხვავდებოდეს აუცილებლად და იცით რა არის გარკვეულწილად მე არ ვიცი ხა ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება 30% ძვირი იყოს, შეიძლება 20% ძვირი იყოს, პროდუქტს გააჩნია. შეიძლება 50% ძვირი იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სახის პროდუქტს ყიდის და შესაბამისად ძალიან განსხვავებულია ხარისხობრივად, როდესაც ფერმერი აწარმოებს ასეთი სახის პროდუქტს, სადაც საერთოდ არ არის გამოყენებული არც ქიმიური საშუალებები, არც პესტიციდებია გამოყენებული, არც ქიმიური სასუქებია გამოყენებული. ეს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი არის რა. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხო ვზრუნავთ იმაზე, რომ არ მოვიწამლოთ იგივე ჩვენ შვილებს რას ვაჭმევთ. ამიტომ ეს ფერმერები, ვინც ამას აკეთებენ, მე მიმაჩნია, რომ ეს ფერმერები არიან ძალიან დასაფასებლები. და მათი პროდუქცია ნამდვილად უნდა ღირდეს იმაზე ძვირი, იმ პროდუქტზე ძვირი, რომელიც იწარმოება სხვადასხვა ქიმიური საშუალების გამოყენებით და რომელიც ნამდვილად არ არის სასურველი, რომ ჩვენ საჭმელად გამოვიყენოთ. აი ასეთ სამყაროში, როცა ყველა ლაპარაკობს მიწების დეგრადაციაზე, მიწების უნაყოფობაზე, გაუდაბნოებაზე, ალბათ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ სწორედ ამ საქმეს შევუწყოთ ხელი და ნიადაგის სიჯანსაღეს მივაქციოთ ყურადღება. და თქვენ სწორედ მაქედან იწყებთ, ხო ასეა? რა თქმა უნდა, ნიადაგით იწყება ყველაფერი. საერთოდ ბიომეურნეობაში თუ ნიადაგზე არ არის მოყვანილი პროდუქტი, ის ბიოთ არ ითვლება. არავით არის ბიოჰიდროპონიკა, მაგალითად ეგეთი რამ არ არსებობს, ხო? ნიადაგი არის ყველაფრის საფუძველი. თუ ჩვენ შევხედავთ ნიადაგი ვიღაცა შეიძლება ეგონოს რაღაცა მკვდარი მასა და რაღაცა ინერტული მასა. ნიადაგი ყველაზე უფრო ცოცხალია. ჰაერთან შედარებითაც და წყალთან შედარებითაც ნიადაგში ბევრად უფრო მეტი სიცოცხლეა. ჩვენ თუ ნიადაგს ავიღებთ, გავკვეთავთ და ჩავიხედავთ, იქ დავინახავთ უამრავ საინტერესო საოცარ მოძრაობას, ხო, რომელიც როგორც იტყვიან, ბაქტერიებიდან დაწყებული სხვადასხვა ჭიებით და სხვადასხვა ჭიაყელებით დასრულებული არსებობს. ნიადაგი ცოცხლობს, მოძრაობს, სუნთქავს, აქტიურია ყოველთვის. და ჩვენ იმის მაგივრად ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, ჩვენ ამ პროცესებს ვაფუჭებთ, ვაზიანებთ. როგორც კი ჩვენ ავიღებთ და ქიმიურ საშუალებას, მაგალითად, რომელიმე პესტიციდს ან ჰერბიციდს, ხო, ბალახის გასანადგურებელ ჰერბიციდს დავასხავთ ნიადაგზე, აი ეს ცოცხალი მასა, რომელიც შიგნით მოძრაობს, არსებობს და ჩვენ გვეხმარება, რომ ნიადაგში ნაყოფიერება შენარჩუნდეს, აი ეს განადგურდება მთლიანად. ანუ მკვდარი გახდება. აღნიშნოთ, რომ ეს ერთჯერადად გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ მეორეს ნიადაგი გაცოცხლდება და უკვე კარგად იქნება. ერთჯერადად გამოყენება რა წლების მანძილზეა ეს პესტიციდი ორგანიზმში, ნიადაგში დარჩენილი და ესე არ ხდება, რომ დღეს დავასხი და ორ კვირაში გამოვიდა და პირიქით შეიძლება ორ კვირაში ნახევარდაშლის პერიოდი გაიაროს, მაგრამ იქ ისეთი ნივთიერებები წარმოიშვას, რომელიც უფრო ვარესი იყოს, ვიდრე თავიდან შეტანილი პირველადი ნივთიერება, ხო? ამიტომ, როდესაც სანამ დავასხავთ რაღაცა შხამს და უბედურებას ნიადაგს, მანამდე უნდა დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ. ნიადაგს ამას რომ დავასხავთ, იქ ყველაფერს მოვსპობთ. გარდა ამისა, ეს ყველაფერი მერე ჩაედინება ქვემოთ ჩადის, ხო? ჩაედინება იმ წყლებში, რომელსაც მერე ჩვენ სასმელად ვიყენებთ, ხო? ხშირად მინახავს იგივე განსაკუთრებით დასავლეთში, სიმინდი დათესილია, შუაში ჭაარი, გარშემო ყრიან ამ ქიმიურ სასუქს, მერე იმჭიდან წყალს იღებენ და სასმელად იყენებენ. აბა როგორ შეიძლება, ხო? რომ ამ წყალმა ჩვენ მერე არ გვაწყინოს და არ გვავლოს. ამიტომ სანამ ქიმიას გამოვიყენებთ, ამამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ. ჩვენი მამაპაპა როგორ არსებობდა, კაცო? სად იყო ქიმია, ხო? არ არსებობდა არავითარი ქიმია. ისინი ძირითადად იყენებდნენ გადამწვარ ნაკელს, ხო? იყენებდნენ ნაკელში ურევდნენ ფოთლებს, ხო, ნარჩენებს. ასე შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში კომპოსტი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება, არ არის ძალიან მარტივი პროცედურა.
ყველაფერი რაც კი სამზარეულოში რჩება ანარჩენი, ხო? რაც არის ორგანული, ამავდროულად ფოთლები ჩამოყრილი, ეს იქნება ნამჯა თუ რაც კი რამე ანასხლავები, ყველაფერი ერთმანეთში ირევა და უნდა დარჩეს მე ეს გარკვეული პერიოდი, მე ხა დეტალებზე არ ვისაუბრებ, ამაზე შეიძლება ცალკე ვისაუბროთ და შემდეგ აქედან მივიღებთ საუკეთესო შავ მიწა, ნიადაგს, ასე ვთქვათ, რომელსაც გამოვიყენებთ ყველაფრისათვის, რაც კი ჭირდება, დასარგავი იქნება, ეს ბოსტანი იქნება თუ ხილი იქნება, ნიადაგს ჭირდება გაფრთხილება. ჩვენ ფაქტიურად პირდაპირ ესე უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანი საკვებად იყენებს მიწას. იმიტომ რომ რასაც დავთესავთ ამ მიწაზე და გაიზრდება, მე ვიყენებთ საკვებად, ხო? თუ ის მიწა მოშხამულია, ის ნაყოფიც მოშხამული იქნება. ამიტომ მიწა უნდა შევინახოთ მაქსიმალურად სუფთა. არ არის ბალახი ჩვენი მტერი. ჩვენ პირიქით უნდა ვეცადოთ რომ ბალახთან და სხვადასხვა ბალახეულ კულტურებთან ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ. უნდა გავაკონტროლოთ, რა თქმა უნდა. ეს ყმადაღებული ჭანგა ჩვენი მტერია და ჭანგას ადრე ადამიანი ჭანგას ფესს თხრიდა, იღებდა, ხალავდა და მას საკვებად იყენებდა, წარმოიდგინეთ, ჭამდა ამას. იმდენად ნოყიერია, ნახშირწყლები და დიდარია, ხო? ერთ-ერთი წინაპრად მოიაზრება საერთოდ, ხო, ხობლების და შესაბამისად, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ვებრძოლოთ მას ბალახს, ხო? არა საჭირო ეს ასეთი აგრესიული ფორმა. უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ გავაკონტროლოთ. სწორედ ამიტომ ქვია ჩემ გადაცემას ცოცხალი მიწა, მწვანე არჩევანი. მწვანე არჩევანი არ იქნება ცოცხალი მიწის გარეშე. ნამდვილად, ასეა. თქვენ ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი იყავით. ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა თქვენ. და იმ კეთილი საქმისთვის და კრიტიკულად საჭირო საქმისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი ორგანიზაცია აკეთებს. ასეთი გამოვიდა ჩვენი პირველი შეხვედრა გადაცემაში ცოცხალი მიწა, მწვანე არჩევანი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს გადაცემა გადაიქცეს სივრცეთ, სადაც ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვცვლით რეალობას. ორგანული მეურნეობა ჯანმრთელი ცხოვრების არჩევანია. არჩევანი კი ყოველთვის ჩვენით იწყება.